თუთა ვიდეოს წერთ და იქ იყურე, ხო? აქ გინდა რომ იჯდე? დღევანდელ ვიდეო გაკვეთილში გასწავლით როგორ დახატოთ ბოთლი და როგორ მიიღოთ შუშის ფაქტურა. შუშის ფაქტურას თავისი ხატვის წესები აქვს, რადგან ის ძალიან დამოკიდებული არის იმ გარემოზე, სადაც არის. პრიალა ზედაპირი აქ ირეკლავს ყველაფერს, შესაბამისად მისი შუქჭრილების სულ ცვალებადია, შეიძლება ძალიან ბევრი ბლიკი ქონდეს, შეიძლება ძალიან ბევრი რეფლექსი ქონდეს და ასე შემდეგ. შესაბამისად თავისი სპეციფიკა აქვს შუშის ხატვას. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტურაა და აუცილებელია, რომ ყველა მხატვარმა იცოდეს მისი დახატვა. ვეცდები, რომ დღეს ძალიან გამარტივებულად და დეტალურად აგიხსნათ ამ ფაქტურის შესახებ ყველაფერი. მუშაობ გუაშის საღებავებით, თუ გაინტერესებთ როგორ დავხატოთ ბოთლი, თქვა სხვა მასალაში, თუნდაც აკვარელში ან ასე შემდეგ, მომწერეთ კომენტარებში და აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს. დასახატად გამოვიყენებ ვატმანის ქაღალდს, ფანქარს, სარტყელს გასაზომად, გუაშს, ფუნჯებს და წყალს, რა თქმა უნდა. აუცილებლად თან გქონდეთ ხელსახოცი. დავიწყოთ გაზომვით. ბოთლის ხატვა საკმაოდ რთული არის, ხშირად ინგრევა და არაპროპორციული გამოდის, ამიტომ სიმეტრიისთვის გვჭირდება აუცილებლად ესეთი სარტყელი. პირველ ეტაპზე ავიღოთ ცენტრის ხაზი და შემდეგ დავიწყოთ უკვე ბოთლის აგება. ვინც ჩემს ვიდეოებს უყურებს ხშირად, ალბათ უკვე იცით როგორ უნდა ავიღოთ ცენტრის ხაზი. ფურცლის მთლიან სიგანეს ვიგებ, შემდეგ ვყოფ ამ ფურცლს და მარტივად დავღნიშნავ უკვე შუა წერტილს, ჩამოусმევ ხაზს და პირველ ეტაპზე გადავანაწილებ, ასე ვთქვათ, ბოთლის ზომას, ანუ სად დაიწყება ჩემი ბოთლი და სად დამთავრდება. დაახლოებით მოვნიშნავ ამ ყველაფერს და შემდეგ უკვე დავიწყებ მარტივი ფორმებით დახატვას. ვეცდები, რომ ესეთი ცილინდრები გამოვიყენო ბოთლის დასახატად, რადგან ბოთლი ძალიან გავს ცილინდრს აგების პრინციპით. ზემოთაც დავასვავ ესეთ პატარა ცილინდრს, რომელიც უფრო ვიწრო არის, როგორც ხედავთ, და ეხლა უკვე სარტყელით გადავზომავ, რომ მარჯვენა და მარცხენა მხარე ერთმანეთის ტოლი იყოს, რომ მივიღოთ სიმეტრიული ბოთლი. 1 მილიმეტრიც ძალიან მნიშვნელოვანია და დააკვირდით ამას, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ბოთლი გამოდის ასიმეტრიული. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ფანქარში დავხატოთ სიმეტრიული, რომ მერე ფერში შევინარჩუნოთ ეს სიმეტრია, იმიტომ რომ თითქმის 80% გამოდის ხოლმე ასიმეტრიული, იმიტომ რომ ერთი პატარა რაღაცა შეცდომა 0.5 მილიმეტრიანიც კი იწვევს ასიმეტრიას. ამიტომ კარგად დააკვირდით და არ დაგენანოთ დრო გაზომვისთვის. იგივე დეტალებს ვზომავ ზედა ცილინდრზეც, რომ მარჯვენა და მარცხენა მხარე იყოს ერთმანეთის ტოლი.
ეხლა ეს უხეში ფორმები ნელ-ნელა უნდა დავარბილო და მივცე უკვე ბოთლის ფორმა და დააკვირდით აი ეს ხაზები დაგეხმარებათ რომ დაინახოთ ასიმეტრია. ანუ ეს მარჯვენა და მარცხენა სამკუთხედი ერთმანეთის სიმეტრიული უნდა იყოს, ანუ ერთნაირი უნდა იყოს. შესაბამისად, გაგიმარტივდებათ რომ დაინახოთ სადმე თუ გაქვთ ასიმეტრია. ეხლა ნელ-ნელა უკვე სიმრგვალეები გავუკეთოთ, რომ უფრო რეალისტური ფორმა მივცეთ ბოთლს. ესე იგი, ჩემი მოსწავლეები, როცა ხატავენ ხოლმე ბოთლს, ძალიან ხშირად, ეზარებათ ესე ზომვა. აი ძალიან ხშირად, იმიტომ რომ მართლა ძალიან მოსაწყენი და რუტინულია ეს ყველაფერი, მაგრამ აი როგორი კარგი თვალი და ხელიც არ უნდა გქონდეთ, საბოლოო შედეგი არის ხოლმე ის რომ გამოდის ბოთლი ასიმეტრიული, შემდეგ უწევთ წაშლა და ახლიდან დახატვა და აი 2 მაგ და 3 მაგ დროს ხარჯავენ ხოლმე იმის მაგივრად, რომ თავიდანვე ძალიან კარგად გაზომონ. აი მეც ხშირად დამართნია, უბრალოდ ადრე მემართებოდა ხოლმე მსგავსი შეცდომა, იმიტომ რომ აი ძალიან მეზარებოდა ამდენი ხაზების ხაზვა და ზომვა და ასე შემდეგ, მაგრამ აი ბოთლი ისეთი რაღაცა არის და ზოგადად ესეთი სიმეტრიული ობიექტები, რომ აი არ გაგიშვებს ფიზიკურად თუ არ გაზომე და თუ კარგად არ დაგეგმე და დახაზე და ასე შემდეგ. შესაბამისად, რა ვიცი, ჩემი რჩევა იქნება, რომ გაითვალისწინეთ ეს ზომვის მექანიზმები და გამოიყენეთ. როგორც ხედავთ, ზედმეტ ხაზებს უშლი. ასევე ძალიან დაგეხმარებათ ხოლმე თუ ამოატრიალებთ ხოლმე ნახატს და ისე შეხედავთ უფრო დაინახავთ რამე შეცდომა ხომ არ გაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბევრჯერ გავზომე, მაინც ხედავ, რომ რაღაცა დეტალები ასიმეტრიულია და ვეცდები, რომ მაქსიმალურად გავასწორო სანამ ფანქარში ვხატავ. აი მარჯვენა და მარცხენა მხარე ერთმანეთს არ ემთხვევა. აი ძალიან ოდნავ, მაგრამ ჩემთვის ძალიან თვალშისაცემია და აი როცა დავიწყებ დაფერვას, ეს პრობლემა ასე ვთქვათ, გაორმაგდება და გასამაგდება და უფრო გამოიკვეთება. ამიტომ სანამ ფერში დავიწყებთ, ჯობია რომ მაქსიმალურად ეს ყველაფერი შევასწოროთ. პირობითად ასევე მოვხაზოთ მაგიდა და დავიწყოთ უკვე ფერში მუშაობა. გამოვიყენებ 3 სხვადასხვა ზომის ფუნჯს. ერთი არის ცოტა დიდი, საშუალო და პატარა. ფუნჯები არის სინთეთიკური და განკუთვნილია გუაშისთვის. ხატვას ვიწყებ შედარებით დიდი ფუნჯით, დავასვალოთ, შემდეგ შევამშრალოთ ცოტა ხელსახვედზე, ძალიან სველი რო არ იყოს. შევადგენ მწვანე ფერს, უფრო სწორედ ურნაერ მწვანეს ერთმანეთში. შეიძლება ცოტა ყვითელიც დაამატოთ, ანუ ყოველთვის ეცადეთ, რომ ფერი პირდაპირ არ გამოიყენოთ, არც ერთ საღებავში. ყოველთვის შეურიეთ რამდენიმე ფერი ერთმანეთში, რომ ცოტა გაართულოთ ფერი და ძალიან პრიმიტიული ფერი არ გქონდეთ. ბევრი ფერების შერევა ერთმანეთში, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ფერების შერევის წესები თუ არ იცით, აუცილებლად ნახეთ ვიდეო, ძალიან საინტერესო ვიდეოები მაქვს ამის შესახებ, რომ არ ხატოთ ჭუჭყიანი ფერებით. ესე იგი, ეხლა დავიწყოთ ძალიან კლასიკური მეთოდით ხატვა და რაში გამოიხატება ეს კლასიკური მეთოდი.
სანამ მოგიყვებით ამასობაში დავამატებ ცოტა ყავისფერ ფერს. კლასიკური მეთოდი არის ესეთი, რომ პირველი ფენა არის უბრალოდ დაფერვა, ასე ვთქვათ, აი ჩათვალეთ, რომ აფერადებთ ნახატს, ანუ თან ესე ძალიან მარტივია და უფრო გაგიმარტივდებათ და უფრო გაგიჯდებათ ეს პრინციპი. ვაფერადებთ უბრალოდ ჩვენ ბოთლს იმფრად, რაფერიც არის. შევურიე რამდენიმე ტონალობა ერთმანეთში და მივიღე ესეთი საშუალო სიმუქის მწვანე. ეცადეთ, რომ დაფაროთ ძალიან სუფთად და თქვენი მონასმი იყოს ისეთი ფორმის, რა ფორმაშიც ვხატავთ. და ეს რას ნიშნავს? აი მაგალითად ჩვენ ვხატავთ ახლა ვერტიკალურ ფიგურას. ეცადეთ, რომ ეს თქვენი მონასმიც იყოს ვერტიკალური, რომ არ გქონდეს შემდეგ ლაქები და ამის გაქრობაზე არ იფიქროთ. ზოგადად აკადემიურ ხატვაში არ არის სწორი ნახატის ამოტრიალება, მაგრამ ეხლა რადგან ვიდეოს ვწერ, ცოტა მოუხერხებელი არის ჩემთვის ეს პოზიცია, შესაბამისად უფრო კომფორტული იქნება თუ ნახატს ამოვატრიალებ და ისე დავფერავ. შეგიძლიათ რა თქმა უნდა თქვენც ამოატრიალოთ, უბრალოდ მე გითხარით ზოგადად, აი მაგალითად სამხატვრო აკადემიაში ყოველთვის გეუბნებიან, რომ არ ამოატრიალოთ ნახატი, რაღაცნაირად არ ითვლება ეს აკადემიურ ასე ვთქვათ მეთოდად და უნდა ეცადოთ რომ ხატოთ ისე როგორც არის ნახატი და არ ატრიალოთ აქეთ-იქით. ესე იგი გუაშით ხატვის დროს ზოგადად ნებისმიერ საღებავით ხატვის დროს ეცადეთ რომ იმუშოთ ფუნჯის წვერით, აი განსაკუთრებით წვრილ დეტალებში. და ანუ თვითონ ეს გუაშის მასა, ასე ვთქვათ, უნდა იყოს ცოტა კრემისებური, ანუ არ იყოს ძალიან წყალწყალა, როგორც იცით, ბევრი წყალი ერევა მხოლოდ აკვარელს, ხოლო გუაში ძალიან გავს ზეთის საღებავს, უნდა იყოს უფრო კრემისებური, ну, რა თქმა უნდა, ძალიან სქელი ფენებიც არ გინდათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, აი, კარგი ესეთი მასიური ფენა აიღეთ და დადეთ ეს უფრო გაგიმარტივდებათ ხატვა და უფრო ნაკლებად გექნებათ ლაქები. ზოგადად გუაში ძალიან აკადემიური საღებავია, მე ძალიან მიყვარს, ძალიან კარგი არის თუ ეხლა სწავლობ ხატვას, მოკლედ, აი პირველ ეტაპზე გუაშით რომ ისწავლოთ ხატვა, შემდეგ უკვე ძალიან გაგიმარტივდებათ ზეთში მუშაობაც. აი გაცილებით მარტივი არის შემდეგ უკვე ზეთი, იმიტომ რომ უფრო კომფორტული საღებავია, რა თქმა უნდა, ზეთი უფრო მარტივად აკეთებთ იმ გადასვლებს და ასე შემდეგ, შესაბამისად, მოკლედ გუაში ამ ყველაფერში ძალიან დაგხვეწავთ. ამიტომ თუ ეხლა იწყებთ ხატვას, ან მასწავლებელი ხართ და ბავშვებს ასწავლით, ან უფროსებს ასწავლით, გირჩევთ, რომ დააწყებინოთ გუაშის საღებავით ხატვა. ბოთლის აი ფენებად დახატვა ძალიან მარტივი არის და უფრო გასაგები არის მოსწავლისთვის. ვიცი რომ ძალიან ბევრი მასწავლებელი მიყურებთ, მათ შორის რეგიონებშიც, ძალიან ბევრმა თქვენთაგანმა გაიარა ჩემთან რამდენიმე კურსი და მგონია რომ თქვენც ძალიან დაგეხმარებათ ეს ვიდეო, რომ ბავშვებს და თქვენს მოსწავლეებს მარტივად აუხსნათ ეს ბოთლის ხატვა და მარტივად ასწავლოთ შუშის ფაქტურის ხატვა. თავიდანვე როცა იწყებთ ყველანაირი შუქჩრდილების დახატვას, აი ეს მოსწავლისთვის ძალიან რთულია და ძალიან უჭრელდებათ თვალი და ვერ ხედავენ. შესაბამისად, აი თუ ნელ-ნელა მივეპარებით ამ შუქჩრდილებს, ბევრად მარტივად აღვიქვამთ და ბევრად უფრო კარგად გამოვსახავთ, ასე ვთქვათ. როგორც ხედავთ, პირველი ფენა დავფერეთ და ეხლა გადავიდეთ უკვე მეორე ფენაზე. მეორე ფენა არის უკვე შუქჩრდილების გამოყვანა. ავიღოთ შედარებით მუქი მწვანე, როგორც იცით, მე არ მიყვარს შავის გამოყენება და არავის არ ურჩევ ხოლმე შავი ფერის გამოყენებას ფერწერაში. ყოველთვის ჯობია, თუ ფერის გამუქება გინდათ, გამოიყენოთ ვთქვათ, იასამნის ფერი და ზილონკის ფერი. ეს არის ერთმანეთში რო შევვროთ, იგივე შავის ეფექტი. აი ძალიან მუქ ფერს მიიღებთ ამ შემთხვევაში და სიმუქეებში შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფერი. ეხლა ზილონკის ფერს, ასე ვთქვათ, დავამატე იასამნის ფერი და მივიღე ესეთი ძალიან მუქი ტონი, რითიც დავამატებ მუქ ტონებს და შემდეგ უკვე გავუკეთებ ღია ტონებს. ძალიან თავისუფლად და უხეშად დაამატეთ ეს სიმუქეები, ანუ არ შეგეშინდეთ, რადგან მე ყველაფერს რბილად გადავიყვანთ ერთმანეთში.
არ ვიცი შენიშნეთ თუ არა, მაგრამ მოკლედ ფუნჯი ავიღე უკვე საშუალო ზომის, ანუ დიდი ზომის ფუნჯი აღარ მჭირდება, რადგან უფრო პატარა დეტალებზე მუშაობ. შესაბამისად, უფრო კარგი სამუშაო და უფრო კომფორტული იქნება ამ შემთხვევაში საშუალო ზომის ფუნჯი, რომ არ გამეთხაპნოს და არ გადავიდე, ასე ვთქვათ, ხაზებიდან. როგორც უკვე მიხვდით, ეს არის მეორე ფენა. მეორე ფენაზე უკვე, ასე ვთქვათ, ზერწვაზე გადავდივართ და ფორმები გამოყავს. შესაბამისად, გვჭირდება მუქი და ღია ტონები. საშუალო ტონი უკვე გვაქვს ჩვენ ბოთლზე, ეს არის ჩვენი პირველი ფენა. მაგიტო არის გუაში ძალიან კარგი საღებავი, რომ ეს პირველი ფენად შეგვიძლია ამოვიყვანოთ და გამოვიყენოთ, ასე ვთქვათ, და ამიტომ ძალიან აკადემიური და კარგი საღებავია გუაში. თაბაშირისგან განსხვავებით ბოთლს არ აქვს პროგნოზირებადი შუქჭრდილები. აი დამოკიდებულია ყოველთვის გარემოზე და აი შეიძლება ვთქვათ ბლიკის შემდეგ უცებ იყოს ჩრდილი და არ არის რა ისე როგორც ვთქვათ თაბაშირზეა რომ ჩრდილია შემდეგ ნელ-ნელა ღიავდება და არის ბლიკი და ასე შემდეგ. აი ბოთლი ცოტა ისეთი არის, ანუ არა პროგნოზირებადი. მაგრამ რაც თითქმის ყოველთვის ემთხვევა ხოლმე არის ის, რომ ბოთლის ძირი ყოველთვის არის უფრო მუქი და ასევე აი ზედა ვიწრო ყელი, ასე ვთქვათ, ბოთლის, ესეც არის ყოველთვის უფრო მუქი, ვიდრე შუა ადგილი. ასევე ბოთლს ახასიათებს აი ძალიან რადიკალური გადასვლები, აი უფრო უხეში და ისეთი გამოკვეთილი. თუმცა რაღაც ადგილებში ძალიან რბილი და ასე ვთქვათ, ბლარი გადასვლები აქვს და რაღაცნაირად უფრო ამითი უფრო მიიღებთ ამ შუშის ეფექტს. ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ისეთი რბილი გადასვლები გააკეთოთ. აი არ ვიცი ზუსტად როგორ ავხწერო ახლა ქართული სიტყვით, რომ მიხვდეთ რას ვგულისხმობ. აი ძალიან ხავერდოვანი უნდა იყოს ეს გადასვლები, რომ მივიღოთ ის გამჭვირვალე ფაქტურა. ეხლა ავიღებ უკვე ღია ტონს. ოხრა ყვითელი და თეთრი ავიღე და უკვე ვამატებ ღია ადგილებში ამ ღია ტონებს. როგორც ხედავთ, ჩემი ფერის დადება არის ძალიან უხეში. ანუ არ შეგეშინდეთ, რომ თავიდან ცოტა უაზროდ გამოჩნდეს, ასე ვთქვათ, ეს თქვენი ფერები. ანუ თავისუფლად დადეთ, რადგან მე ყველაფერს ერთმანეთში ძალიან ლამაზად გადავიყვანთ და მივიღებთ ძალიან ლამაზ ბოთლს. აი უხეშად იმუშავეთ, არ გამოიყენოთ ბევრი წყალი და გამოიყენეთ ესე გემრიელად, კარგად საკმაოდ ბევრი საღებავი, რომ შემდეგ ეს შერევა ფერების კომფორტული იყოს ერთმანეთში. როგორც ხედავთ, ფერები ესე ძალიან უხეშად დავდე, მუქი ტონები და ღია ტონები. ეხლა ერთმანეთში უნდა გადავიყვანო, როგორც გითხარით, ძალიან რბილად. შესაბამისად, ვიღებ დიდ ფუნჯს, რომელიც არის სველი, მაგრამ როგორც დაინახეთ, ვამშრალებ ხელსაყოდზე. და დააკვირდით ახლა ჩემი ფუნჯის მოძრაობას, აი იმ ფორმაში ვარ, სადაც, ანუ რა ფორმაშიც მუშაობ, იმ ფორმის მონასმს ვაკეთებ. აი, ეხლა ცოტა მოგრძო ადგილი ხო არის და ჩემი მონასმიც არის ესეთი გრძელი. აი, ადგილებში ვიყენებ აი ცოტა წრიულ მონასმებს, მაგრამ ეხლა რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ როცა მოდიხართ ღია საღებავიდან, ღია საღებავზე როცა უსმევთ ფუნჯს, მოგაქვთ ღია ტონი. ხოლო როცა მუქი ტონიდან მიდიხართ, გადაგაქვთ მუქი ტონი. შესაბამისად, როგორც ხედავთ, პერიოდულად ვრეცხავ ფუნჯს, რომ არც ძალიან ღიები გადავდღაბნო და არც ძალიან მუქები და ორივეს ზღვარი დავიცვა, ასე ვთქვათ, და ერთმანეთში შეურიო ის რბილად, რომ არც ერთი არ გადავშალო რა. ანუ აი თვითონ ამ ზღვარზე გადამყავს ერთმანეთში რბილად და ესე blending-ს უკეთებ. როგორ არის ქართულად? ვურევ ერთმანეთში, რაღაცნაირად ბლარავ, ოღონდ აი ისე ურევ რა, რომ ძალიან ისეთი გაბლარული გადასვლა გამოვიდეს.
როგორც გითხარით, უკვე ეს არის ბოთლის მეორე ფენა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს რბილი გადასვლები, ხავერდოვანი გადასვლები მივიღოთ და შემდეგ უკვე მესამე ფენაზე გადავალთ, რომელიც მესამე ფენა, როგორც გითხარით, ცოტა უკვე უხეშია და აქცენტები კეთდება და რა თქმა უნდა, მაგასაც აკიხსნით ყველაფერს. მთავარია აი ხა ყველა ჩვენი სინათლე და სიმუქე ერთმანეთში რბილად შეურიოთ, რომ ორივე ფერი დავტოვოთ. იმიტომ რომ ძალიან ხშირად აი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ვთქვათ რა არის, რომ ანუ მაგალითად მუქები ხო დადეს და ღიებიც დადეს და აი ამ გადაბლარვის დროს ისე ხდება, რომ ხშირად ან ძალიან გადაუღიავდებათ ნახატი, ან ძალიან გადაუმუქდებათ. ანუ აი ამას ვერ ინარჩუნებენ, ასე ვთქვათ, ამ გრადაციებს, ღიებს და მუქებს და ეცადეთ, რომ გარდა გემართოთ, ამიტომ პერიოდულად გარეცხეთ ფუნჯი, მაგრამ უნდა შეამშრალოთ აუცილებლად ხელსაყოთზე, იმიტომ რომ თუ ძალიან სველ ფუნჯს გამოიყენებთ, ამ ეფექტს ვერ მიიღებთ ვერაფრით. იმიტომ რომ ის უკვე აი ძალიან წყალში წავა ეს საღებავი და ამ რბილ გადასვლებს ვერ მიიღებთ. აი მაგალითად ეხლა რა ვხატავდეთ ჩვენ ზეთის საღებავით, ხო? რა თქმა უნდა ეს გადასვლები ბევრად მარტივი იქნებოდა, მაგრამ სამაგიეროდ გუაში ისე გაგწვრთნით და ისე დაგიხვეწავთ ხელს, რომ შემდეგ ზეთში გამოგივათ აი ძალიან ლამაზი და ძალიან აკადემიური ნახატები. ამიტომ არ დაგენანოთ ეს დრო, რომ ისწავლოთ პირველ ეტაპზე გუაში ხატვა. ეხლა ისო მეორე ფენაზე ვარ, უბრალოდ ბოთლს ვამატებ კიდევ უფრო ნათელ ადგილებს, რომელიც მე რა თქმა უნდა ისევ უნდა გადავიყვანო რბილად. ბოთლის ხატვის დროს ხშირად ანუ გეჩვენება რომ რაღაცა სისულელე გამოგდის და ეს ის არ არის და ვერ იღებ იმ ეფექტს და შეიძლება შუაგზაში დანებდე. ამიტომ ეს არ მოგივიდეთ თქვენ, ეცადეთ რომ მიიღოთ რაღაც მომენტში რომ ეს თქვენი ნახატი ჯერ არ გავს, იმიტომ რომ პროცესია, მაგრამ აუცილებლად დაემსგავსება შუშის ეფექტს. ამისთვის სჭირდება მოთმინება და არ იჩქაროთ, რომ ჩქარა მიიღოთ ის ეფექტი და ფაქტურა და ბლიკები თავიდანვე არ დაამატოთ. პირიქით, მაქსიმალურად სიღრმისეულად იმუშავეთ ყველა დეტალზე, აი ეს ძერწვის პროცესები კარგად გაიყვანეთ ერთმანეთში, რომ ეს რბილი გადასვლები გააკეთოთ და ბოლოს, როცა უკვე ბლიკებს დაასმევთ, აი დაასვავთ, აი ძალიან კარგი შედეგი გექნებათ. ამიტომ არ იჩქაროთ და არ აკრიტიკოთ თქვენი თავი, იმიტომ რომ ნუ აი სულ ამას ვეჯახები ხოლმე ჩემ მოსწავლეებთან, რომ სანამ დახატავენ, აი გონიათ რომ არა არ გამოდის და ძალიან ცუდია და მოდი აღარ დავხატავ და ასე შემდეგ და მოკლედ არ დანებდეთ, ბოლომდე გაიყვანეთ ნახატი. აი ხა მეც არ მომწონს თქვათ ამ ეტაპზე ჩემი ნახატი და ვფიქრობ რომ ჯერ თქვათ არ გავს არანაირად ჩუშას, მაგრამ უკვე ვიცი რომ ეს არის პროცესი და შუა პროცესში არ გავს და არც უნდა გავდეს, იმიტომ რომ ჯერ არ გაგვიკეთებია და რო დამთავრდება აუცილებლად ძალიან კარგი გამოვა. ამიტომ ესეც გაითვალისწინეთ ხოლმე, რომ ხშირად ესეთი რაღაცები შეიძლება იგრძნოთ და იფიქროთ. ამასობაში დააკვირდით რა ტონებს ვამატებ და თქვენც იგივე გააკეთეთ, რომ კარგი გადასვლები მიიღოთ. კიდე ბოთლს ის ახასიათებს, რომ აი თავიდან მაგალითად ხედავ ერთ სიმუქეს და რაღაც ძალიან წვრილ და ცოტა უფრო ბუნდოვან სიმუქებს ვერ ხედავთ, მაგრამ აი ფენებად როცა მუშაობთ, მაგალითად ერთ ფენას დადებთ, მერე მეორე ფენას დადებთ, მერე უკვე რაღაცნაირად ხედვაც გეხსნებათ და რაღაც დამატებით ჭრილებსაც ხედავთ და დაინახავთ, რომელიც მაგალითად ერთი შეხედვით თავიდან ვერ დაინახეთ. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნელა ხატოთ და
ნელ-ნელა ამატოთ ეს ფენები და უფრო ისეთი გამოდის რაღაცნაირი რა სიღრმისეული და უფრო აკადემიური, რომ მოკეთ დახვეწილი რა და არა ესე ზედაპირულად როცა არის ხოლმე გაკეთებული პირველ ფენაზევე ეს შუქჩრდილები, ძალიან ეტყობა, რომ არაპროფესიონალურად გამოიყურება ხოლმე ეს ბოთლები. ამიტომ მოკეთ გაითვალისწინეთ ეს დეტალიც. ეხლა ავიღებ უკვე უფრო წვრილ ფუნტს და დავიწყებ პატარა დეტალების და უფრო მეტი სიმუქეების გაკეთებას. ეხლა გადავედი უკვე მესამე ფენაზე და მესამე ფენა არის უკვე ბოლო ფენა, რომელიც უკვე მუშაობს იმაზე, რომ ეს ჩვენი ნახატი უფრო გამოიკვეთოს, უფრო სიმუქეებზე უფრო აქცენტები გაუკეთოთ, ასევე სინათლეებზეც აქცენტები გაუკეთოთ და მესამე ფენა ბოთლზე არის ცოტა უხეში. და უხეში იმ ხრივ, რომ აი მაგალითად უკვე ამდენ გადასვლებს აღარ ვაკეთებ. აი თითქოს ადგილებში კონტურებად რჩება საღებავი და ყველაფერს აღარ უბლარავ, ასე ვთქვათ და ცოტა ისეთი მკვეთრი კონტურები უკეთდება. თან რთულია ხოლმე სწორი ხაზების გავლება, განსაკუთრებით თუ ეხლა იწყებთ ხატვას. შესაბამისად, ანუ აი რაც შემილია გირჩიოთ არის ის, რომ აი ფუნჯი უნდა გეჭიროთ როგორც პასტა. აი პასტასავით ესე ახლოს მოკიდეთ ხელი, რომ კარგად გააკონტროლოთ თვითონ ხაზის სისწორე.
როგორც ხედავთ, ადგილებში მსუბუქად გადამყავს კონტური, მაგრამ ადგილებში ესე უხეშად რჩება. აი ძირის ადგილას ოდნავ გადამივიდა ახლა ეს ფუნჯი. დღეს ფონის დახატვას არ ვაპირებ, შესაბამისად ეხლა დავამატებ საღებავს ძირში. თორემ ფონს რო ვხატავდე, მაგალითად დავაკორექტირებდი უკვე მაგიდით, ასე ვთქვათ, მაგიდის ფერით დავაკორექტირებდი ამ ბოთლის გადადღაბნას, მაგრამ ეხლა რადგან არ მაქვს ეს მაგიდა, ამიტომ მწვანე ფერით დავაკორექტირებ. ეხლა წამოვატრიალეთ ჩემი ნახატი, უფრო მარტივად მიუდგები ესე და გავასწორეთ ძირი. ნახეთ რანაირად არის აი თითქოს ორივე მხარეს აქვს კონტური. მაგრამ აი ბოთლზე და შუშაზე ხშირად შეიძლება მსგავსი შემთხვევა ნახოთ ხოლმე, რომ თითქმის კონტურივით დაყვება აქეთ-იქიდან ხაზები. მაგრამ ეს კონტურიც რა თქმა უნდა გააკეთოთ ბუნებრივად, რომ ერთი სისქის კონტური კი არ არის, ადგილებში სქელია, ადგილებში წრულდება, ადგილებში საერთოდ ქრება და ამით ვიღებთ უკვე იმ ბუნებრივი ბოთლის ეფექტს. თორე უხეშად რომ დავაკონტუროთ, რა თქმა უნდა ვერ მივიღებთ ვერანაირი ბოთლის და შუშის ეფექტს.
ვამატებ ახლა ძალიან განათებულ ადგილებს, თუმცა ეს ბლიკები არ არის. ბლიკებისთვის გამოვიყენებ თეთრ ფერს, მაგრამ ბლიკებამდე ხედავ, რომ რამდენიმე ძალიან განათებული ადგილი აქვს ბოთლს. ამისთვის ვიყენებ ოხრას და თეთრს. დავამატოთ ახლა ბლიკები და ჩვენი ბოთლი ნელ-ნელა მიუახლოვდა დასასრულს. იმედია ძალიან ამომწურავი იყო და ძალიან გასაგები ეს ვიდეო. ყოველ შემთხვევაში ძალიან ვეცადე. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, რა თქმა უნდა, მომწერეთ კომენტარებში და ყველაფერზე გიპასუხებთ. ასევე მომწერეთ, რა გინდათ, რომ დავხატოთ, რისი ხატვა გაინტერესებთ, რა მასალა გაინტერესებთ, რა ტექნიკები გაინტერესებთ. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ძალიან მეხმარება კონტენტის შექმნაში. ამიტომ გელოდებით კომენტარებში. ასევე თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის. ასევე გააზიარეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი, რადგან ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის, რომ ჩავწერო უფრო აქტიურად ვიდეო გაკვეთილები. გელოდებით მოკლედ კომენტარებში, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, მომავალ შეხვედრამდე. დავამატე დაცემული ჩრდილი, რომ ძალიან ჰაერში არ იყოს გამოკიდებული ჩვენი ბოთლი. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ ძალიან საინტერესო ვიდეო გაკვეთილები. ასევე კომენტარებში მომწერეთ, რა გინდათ, რომ დავხატოთ, რისი ხატვა გაინტერესებთ და ვეცდები, რომ აუცილებლად გავითვალისწინოთ თქვენი თხოვნა. რაც შეეხება ხატვის სწავლას უფრო სიღრმისეულად, რა თქმა უნდა, ყველას გელოდებით ჩემ ხატვის სტუდია გამოხატაში, რომელიც მდებარეობს ვერაზე ჯანაშიას 4 ნომერში. გამოხატაში გვაქვს როგორც დიდების ჯგუფები, ასევე ბავშვების ჯგუფები. ჩვენთან ასაკი შეზღუდული არ არის, ასე რომ გელოდებით ყველას, მათაც ვისაც არასოდეს არ დაგიხატავთ. დროებით.